საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო ჰელსინკის კავშირი წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრთა განცხადება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, ასლი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს, ასლი საქართველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ბატონებო და ქალბატონებო, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს 14 საათსა და 15 წუთზე ქალაქ თბილისში PPS ქუჩა ნომერ 8-ში საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მეუღლის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო ჰელსინკის კავშირი წმინდა ილია მართლის საზოგადოების ორგანიზაციათა სპიკერის, საქართველოს ჰელსინკის კავშირისა და წმინდა ილია მართლის ორგანიზაციების თავმჯდომარის ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას მიმართ განხორციელდა თავდასხმა ძარცვის მიზნით, რა დროსაც თავდასხმელის მიერ ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდიას ავტომანქანიდან გატაცებულ იქნა ხელჩანთა, რომელშიც განთავსებული იყო პირადი ნივთები და დოკუმენტაცია. გატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და უშუალოდ ქალბატონ მანანას ძალისხმევით ამოღებული იქნა ვიდეო თვალიდან კადრები, რის მეშვეობითაც ძარცველი პირი იდენტიფიცირებულ იქნა. ყურადსაღები ფაქტია, რომ თავდასხმელი არ განეკუთვნება კრიმინალურ სამყაროს და ყაჩაღობა არ ყოფილა ჩადენილი კრიმინალური მოტივით. სავალალოა, რომ ეგრეთ წოდებული ქურდის ინტერესები თანხვედრაშია შსს-ს ინტერესებთან. რაოდენ გასაკვირია, რომ ამოღებული ხელჩანთა არასრული აღწერილობითი დოკუმენტაციის გაფორმების შემდგომ დღემდე არ დაუბრუნებიათ მფლობელისათვის, მიუხედავად ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას არაერთგზის მოთხოვნისა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოიჩინეს სრული უპასუხისმგებლობა და შეგნებულად თავს არიდებენ კანონით მინიჭებულ უფლებას დაზარალებულისთვის კუთვნილი პირადი ნივთებისა და დოკუმენტაციის დაბრუნებას. ყოვლად გაუმართლებელი და აღმაშფოთებელი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვინაიდან ქალბატონ მანანას მიაყენეს ფიზიკური, მორალური და მატერიალური ზიანი, ის იძულებული შეიქმნა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ამ უკანონო აქტის მიმართ და შსს-ს შენობაში პროტესტის ნიშნად გამოეცხადებინა პერმანენტული შიმშილობა, რომელიც უკვე მე-16 დღეა გრძელდება. შსს-დან გრძელდება უსულგულო დამოკიდებულება და მიუხედავად შიმშილობის შედეგად ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებისა, მიუხედავად შიმშილობის აქციისა, შსს დღემდე აჭიანურებს ქალბატონ მანანასადმი მისი ნივთების გადაცემას. ამას გარდა მათ მიერ ნივთებით დაინტერესებისა კიდევ ერთი მიზანი აქვს. მოშიმშილე ტრამვირებული ფიზიკური დაუძლურების მეშვეობით გაანადგურონ ქალბატონი მანანა, ისევე როგორც გაანადგურეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და როგორც ერთი წლის წინ ფიზიკური განადგურების მიზნით ტერაქტი მოუწყვეს მათ ვაჟს ცოტნე გამსახურდიას, რომელიც დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. საქართველოში არ დასრულებულა არც კგბ-ს და არც გრუს თარეში. სრულიად იგივე ვითარებაა და სიტუაციას კვლავ ეს ძალები განკარგავენ. სწორედ მათი დამსახურებაა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ოჯახის ასეთი დევნა. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო ჰელსინკის კავშირი წმინდა ილია მართლის საზოგადოება მომხდარს აღიქვამს როგორც საქართველოს პირველი და დღემდე ერთადერთი ლეგიტიმური და კანონიერი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებზე განხორციელებულ დევნად და არაადამიანურ ქმედებად. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე. ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 1991 წლის 9 აპრილს ბატონმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სწორედ ამ აქტის საფუძველზე სცნო ქვეყნის დამოუკიდებლობა მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ. ამ აქტის საფუძველზე მოხდა მსოფლიოს ქვეყნების დიპლომატიური კორპუსების აკრედიტაცია საქართველოში, რაც ასევე დაადასტურა საქართველოში ვიზიტისას ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა მდივანმა ბატონმა მაიკ პომპეომ. აღნიშნა რა საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წელი. ზუსტად ის 30 წლიანი დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს ერთადერთმა ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა გამოაცხადა საბჭოთა ბოროტების იმპერიის პირობებში, რასაც წინ უძღოდა მისი 44 წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის. საერთაშორისო რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ დღიდან კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობისა,
1991-1993 წლები პერმანენტულად გრძელდება სადამსჯელო ღონისძიებები შევარდნაძის ხუნტის მემკვიდრე ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო ვანდების მიერ. უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის 19 დეკემბერს მასზე მიზანმიმართულად განხორციელდა ტერაქტი, რამაც გამოიწვია თავის ქალად ძვლოვანი ნაწილებისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა, რომელსაც სასიცოცხლო ნიშნები თითქმის არ აღენიშნებოდა, 8 თვის მანძილზე თურქეთში იელოვას კუნძულზე მდებარე დისპანსერში არ ჩატარებია არავითარი მკურნალობა. ვინაიდან ეს დისპანსერი მისი მდგომარეობის მაპროფილებელ ორგანიზაციას არ წარმოადგენდა. ფაქტობრივად მიმდინარეობდა შეფარული ქმედებები მისი ფიზიკური ლიკვიდაციისათვის. საქართველოს სპეცსამსახურების თურქეთის ანალოგიურ სამსახურებთან შეთანხმებით, ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას დედას პროფესიით ექიმს, რომელსაც შეეძლო დადებითად წარებართა შვილის ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის პროცესი, ამა წლის 21 თებერვლიდან აუკრძალეს შვილის მონახულება. საქართველოს სპეცსამსახურებისა და უსამართლო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ფიქტიური ყალბი უფლებამოსილების მიცემა ვინმეს ზონდერ აჯაბაურისადმი. დედა ჩაანაცვლეს სრულიად უცნობი პერსონით, ეს ეგრეთ წოდებული მხარდამჭერით ვინმე აჯაბაურით, რომლის სახელზეც 2019 წლის 31 დეკემბერს დაიწყეს ყალბი დოკუმენტების წარმოება. უსამართლო სასამართლოს მიერ ზონდერ ჯაბაურს მიენიჭა ეგრეთ წოდებული მხარდამჭერის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ არც თურქეთის, არც ევროპის და არც ამერიკის საკანონმდებლო ორგანოები არ ცნობენ მხარდამჭერის სტატუსს. არსებობს მხოლოდ ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების სტატუსი. ამ დროს საქართველოს უსამართლო სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოიტანა ეგრეთ წოდებულმა მოსამართლემ ქ კუჭავამ, დედა გამოისტუმრეს თურქეთის კლინიკიდან, ჩამოაცილეს შვილს და შეიყვანეს თავიანთი სანდო პირი აჯაბაური. აქვე აღნიშნვის ღირსია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უარყოფითად შეაფასეს საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობა. 8 თვის განმავლობაში ცოტნე გამსახურდიას არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია. ამის შემდეგ ცოტნე გამსახურდია სრულიად ურეაქციოა. მას არა აქვს აღქმა, არა აქვს მეხსიერება, მეტყველება და ფაქტიურად დაინვალიდებული ცოტნე გამსახურდია გადაიყვანეს ევროპაში. ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის ხელოვნურად გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ და თურქ სპეცსამსახურებს და მათდამი დაქვემდებარებულ სამედიცინო პერსონალს. ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რის შედეგადაც ეჭვქვეშ დგება ცოტნე გამსახურდიას სრული გამოჯანმრთელება. ეს გახლავთ ადამიანის მიზანმიმართული დაინვალიდების მცდელობა. ცოტნე გამსახურდია გახლავთ პოლიტექსპერტი, პოლიტიკოსი, ენათმეცნიერი და მის მიმართ ასეთი დაუნდობელი ქმედება არის პასუხი მის მწვავე შეფასებებზე საქართველოში გაბატონებული დიქტატურული რეჟიმის ქმედებათა მიმართ, რასაც სოციქსელების საშუალებით აქვეყნებდა საჯარო და რეალურ პრობლემებს უქმნიდა არსებულ სისტემას. დღემდე გრძელდება არაადამიანური დამოკიდებულება ქალბატონ მანანას მიმართ. სრულ იგნორირებას აქვს ადგილი. პირველი ლედის ამართლიან მოთხოვნებზე ოფიციოზის მხრიდან. ისინი ფაქტიურად არ ცნობენ მას საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოსახლეობა სამართლიან აღშფოთებას გამოთქვამს საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის მისიების წარმომადგენელთა გულგრილობის გამო. იმ ფონზე, როდესაც უხვად არიგებთ რეკომენდაციებს ეგრეთ წოდებულ უკანონო არალეგიტიმური არჩევნების ჩატარების გამო შექმნილ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 30 წელია პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. როდესაც არასდროს არ გამოგიხატავთ პროტესტი, არც კანონიერი ხელისუფლების დამხობის, არც კრიმინალური სისხლიანი გადატრიალების, რომელსაც შეეწირა 100,000-ობით ადამიანის სიცოცხლე, არც პრეზიდენტის მკვლელობის, არც მისი ოჯახის დევნა შევიწროების და არც საქართველოში გამეფებულ 30 წლიან ქაოსთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც შევარდნაძიდან მოყოლებული დღემდე არაჩვეულებრივად ურთიერთობ ედუარდ შევარდნაძის სამხედრო საბჭოს და სახელმწიფო საბჭოს მემკვიდრეებთან. მაშინ, როდესაც თავგამოდებით იცავთ არაფორმირებული შეიარაღებული ბანდების აქტიურ წევრებს და რაცხავთ პოლიტპატიმრებად, კრიმინალურ ელემენტებს. მაშინ, როდესაც დღემდე მფარველობთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს თავისმოხვეული ომის შემომქმედს, უსასტიკესი რეჟიმის ხელმძღვანელს, სააკაშვილს და მის ბანდას, მაშინ, როდესაც ხელს აფარებთ ერის გამანადგურებელ არჩევნების გამყალბებელ, დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტირებული ოლიგარქის ერთმართველ რეჟიმს. მოვითხოვთ. პირველი, შეწყდეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების დევნა და წამება. მეორე, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას მიმართ განხორციელდეს მსოფლიოში აღიარებული უახლესი მედიკამენტებითა და ტექნოლოგიებით ჯანმრთელობის რეაბილიტაცია.
მესამე, დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს დაზარალებული ქალბატონ მანან არჩვაძე გამსახურდიას მოთხოვნა პირადი ნივთების და დოკუმენტების დაბრუნების თაობაზე. ამ განცხადებაში არ ვეხებით 1991-1992 წლებში მწერალ აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საცხოვრისის ლიკვიდაციას ძარცვითა და გადაწვით და ასე შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვითხოვთ თქვენს პირად ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულებრივი ქმედებების ოჯახის მიმართ ჩატარებული დანაშაულებრივი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ძალიან კარგად ფლობთ. შეგახსენებთ, რომ პერმანენტული შიმშილობიდან გამომდინარე უმძიმესია ქალბატონ მანან არჩვაძე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიუმართავთ ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციებს. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო ჰელსინკის კავშირი წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობა თბილისი 25/11/2020